საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფარული აუდიო მასალები და პანიკა ქართულ ოცნებაში საქართველოში დაბრუნებას კანონიერი ქურდები ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების საშუალებით აპირებენ 3 ოქტომბერს საქართველოში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი მეცახელად რუსტავსკი უნდა ჩამოსულიყო. მისი ხელქვეითები კი ავტორიტეტის დასახვედრად ნიადაგს ამზადებდნენ ქართული ოცნების მხარდაჭერა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობა ქურდულად ჩემი კოლეგა მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს მაკა გისმენ. გიორგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერები 3 ეპიზოდად იყოფა. პირველი ეპიზოდი ეხება ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს და მის შეხვედრას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან, რომელიც სავარაუდოდ შედგა მილანში დაახლოებით 2 თვის წინ. მეორე ეპიზოდი შეეხება ასევე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ქუთაისში, ქართული ოცნებიდან გუბას სანიკიძეს, რომელიც უკვე კანონიერი ქურდის გათავისუფლებას თხოვს მოსკოვის ციხიდან ყოფილ უშიშროების მინისტრს ხაბურძანიას და რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, აქ უკვე თავად კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის მიდის სატელეფონო საუბარი, თუმცა მთავარი თემა აქაც გახლავთ კოალიცია ქართული ოცნება, სადაც კრიმინალური ავტორიტეტები დაშინებით და ფიზიკური ანგარიშწორებით ზეწოლას ახდენენ ამ მრჩეველზე ერთ-ერთი პარტიის სასარგებლოდ ეს პარტია და პოლიტიკური ძალა კი ქართული ოცნება გახლავთ. ბიზნეს იმედი გვაქვს ერთადერთი რაღაცას რომ გამოუშვეს და სიტყვამდე რომ ჩამოვარდება. ციხეებში შველას თურმე ბიზნესგან ელოდნენ. საპყრობილეებსა და ქვეყნის გარეთ დარჩენილი კრიმინალები კი საქართველოში დაბრუნებისთვის ემზადებოდნენ. საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად 2 დღეში სამშობლოში დაბრუნებას ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები გეგმავდნენ. ორგანიზებული დაბრუნების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და დაკარგული გავლენის აღდგენა იყო. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულ აუდიო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგადაც გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართულ პოლიტიკოსებთან. მაგრად მენატრებითო. მეც მაგრად მენატრებ რა მალე მეგონი ნახავ და ბიჭო ვაფშე დაიძეთ ბადა პავლოვიჩი და სამშიო პავლოვიჩი ოქნდაშო მენატრებიში იქნება თუ წამოვიდა შემოგევლეთ, ძმაო, შემოგევლეთ, მიდი ძმაო და ჩვენ აქ ვართ, აქ დაგხვდებით რა. ძმაო, რას ამბობ, შენ შემოგევლეთ, შემოგევლეთ, ძმაო. საზღვარგარეთ მყოფ უცნობ პირს, რომელიც სავარაუდოდ ასევე კრიმინალური ავტორიტეტია, ამავე სამყაროს წარმომადგენელი ლევან რევიშვილი ესაუბრება. რევიშვილის ფოტო, სადაც მას მაისური მე მიყვარ საქართველო აცვია სოციალურ ქსელში ოპერატიული ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით რევიშვილი ქურდულ სამყაროს მმართველ გუნდში შეგზავნილი ჰყავდა. შეგზავნილი რევიშვილი სინამდვილეში ქართული ოცნების მხარდამჭერების მობილიზებაზე ზრუნავდა. დავალება საზღვარგარეთ მყოფი პავლოვიჩისგან მიიღო.იანას უნდა პავლოვიჩთან დალაპარაკება და ტელეფონის გამორთული აქვს პავლოვიჩი, უნდა საიფშიც არ შემოსულა და რა ვქნა როგორ მოვიქცეთ და. კრიმინალური ავტორიტეტების დამსახურება ყოფილა ემიგრანტების ცნობილი აქციაც. ის ნახერო გამოუშვით 2 ავტობუსი, ბიძინა ვაძახებინე. კი, ჯიგრულა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი. ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერიც ვარ და აქტიური წევრიც ვარ. ქართული ოცნების მხარდამჭერი კამპანია ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებისა და მათი ხელქვეითების ორგანიზებით ხორციელდებოდა. დავალება ზოგი პირნათლად ასრულებდა, ზოგი კი ვერა. ბიჭო, კაროჩე, მომისმინე, ეგ შენი ტიპები უნდა გადმოკაჩო რა, უეჭველი, ოცნებისკენ ჩემი დედა მოტყა რა. ვეცდები, ჩემი დედავატირი, არ გამაგონო კაცზე სიტყვა გაქვს ნათქვამი ძმაო და ეგ სიტყვა უეჭველი უნდა შესრულდეს და ეს საქმე უეჭველი უნდა გაკეთდეს რა ბიჭო რა. კი, ბრატ, კი, ბოზიშვილი იყო ყველანაირად ვეცები ძმაო რა. კრიმინალთა ჯგუფი ერთმანეთს ჯაჭვურად უკავშირდებოდა. ლაშა შუშანაშვილი იგივე რუსტავსკი დავალებებს კანონიერ ქურდად ახლახან მონათლულ დავით ხიზანიშვილს აძლევდა. სწორედ ხიზანიშვილს ემსახურებოდნენ ლევან რევიშვილი და რევიშვილს მისი ხელქვეითები ბოვა ერემიანი და ზაზა ჯიმშიტაშვილი.
არიელ ონიანის მეგობარი და ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი თეიმურაზ ნემსიწვერიძე იგივე წრიბა. მოსკოვში განთქმული კრიმინალური ავტორიტეტი ჯემალ მიქელაძე მეტსახელად მუტანტი. ვლადიმერ ჯიბლაძე იგივე მამლო და ბადრი კოხუაშვილი მეტსახელად კოღო. 8 ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი ხვდება. იმდროს რომ ჩავედი და დავით იმცოდო, რომ ჩამოიტყევოთ რა, რუსული ქურდის. გადამეხვდნენ ქართულოცნება პატკენიცი. დასალო. ყველა ჩაკურაც ნემსიწვერაძე. მიქელაძე. ოკეი. შესაძლოა. ჩემმა. პროტოკოლ ცუდი ამბავი მოხوارი გადაიღო. ეს სავარაუდოდ ის შეხვედრა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 2 თვის წინ ივნისში მილანში შედგა. კალაძე მაშინ ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. ჯემალ მიქელაძე მეტსახელად ჯემო დაიბადა 1975 წელს ქალაქ თბილისში. საქმიანობის სფერო, კანონიერი ქურდი, აქვს რამდენიმე ნასამართლეობა, ეროვნებით ქართველი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე. საქართველოს წლების წინ დატოვა, 2004 წლის შემდეგ ქვეყნის საზღვარი აღარ გადმოუკვეთავს. თეიმურაზ ნემსიწვერიძე მეტსახელად წრიპა დაიბადა 1954 წელს ქუთაისში. საქმიანობის სფერო, კანონიერი ქურდი, არის რამდენჯერმე ნასამართლევი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. ეროვნებით ქართველი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე, ქვეყანა წლების წინ დატოვა. ვლადიმერ ჯიბლაძე მეტსახელად მამულო დაიბადა 1947 წელს აბაშის რაიონის სოფელ გეზათში. საქმიანობის სფერო, კანონიერი ქურდი, აქვს რამდენიმე ნასამართლეობა, არის საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე. თუმცა ამ განცხადების შემდეგ ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ავტოგოლების ავტორი კალაძე აგრესიული გახდა. ეს არის ჩვენი საპატრულო პოლიცია. და ეს არის ობოლაძე, სანდრედიის პოლიციის უფროსი, რომელიც არის პირველი კრიმინალი. და მე გახსოვს სიტყვას სანდრედიელებო, რომ ეს აგებს პასუხს. ეს ნაძირალა აგებს პასუხს. ბუქარესტის ფეხბურთელი სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტებისგან უკვე შეგულიანებული იყო. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მტკიცებულებების გამოქვეყნების შემდეგ კალაძემ არასერიოზული კომენტარის გაკეთება არჩია. რა შეხვედრაზეა საერთოდ საუბარი? თქვენ ალბათ კურდულ სამყაროში მეახსოვს გულისხმობთ ალბათ სააკაშვილის, მერაბიშვილის თუ ადეიშვილის კი ამ ადამიანებთან ნამდვილად ჰქონდა შეხვედრა, ვადასტურება მას. სხვა რა მოგასწრებთ ახლა სისულელებზე კომენტარის გაგატევას ნამდვილად არ ვაპირებ. ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კანონიერი ქურდის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს. გუბა სანიკიძე მოსკოვის ციხიდან ვალერი გიორგობიანის გამოშვებას უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურძანიას თხოვს. ასეთი ამბავი მოსკოვში ის ქუთაისელი ქურდია. What I'm very about to share is it's Hassan is very serious. Mangere analizi kuliga exploration. Usually it's but you know also work as well. Especially the other. რამდენიმე დღის წინ გუბა სანიკიძეც კალაძის მსგავსად მუქარისა და ანგარის წორების ხასიათზე იყო. პასუხს მოგთხოვთ ყველას. კაცი, თქვენ თუ პასუხი არ გაგებია. ერთ კვირაში გიმთავრდება კვადა. სანიკიძე ქურდულ სამყაროსთან კავშირს დღეს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ხაბურძანიასთან მეგობრობას ვერა. არანაირი ურთიერთობა მე მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მქონია ქურდებთან. ეს სააკაშვილმა მოიკითხოს რა ხელისუფლებაში ქურდებმა რომ მოიხმარნეს. კარგად მოიკითხოს, ხო? რა შეეხება ვალერი ხაბურძანიასთან ჩემს ურთიერთობას, ვალერი ხაბურძანია ჩემი ბავშვობის მეგობარი. მოსკოვს შეფარებული სანიკიძის მეგობარი ხაბურძანია თანამდებობიდან სწორედ კრემლთან კავშირის გამო გაათავისუფლეს. მასთან სანიკიძეს მეგობრობის გარდა ირაკლი ალასანია და ლაშა ნარჩემაშვილიც აკავშირებენ, რომლებიც შევარდნაძის მმართველობისას სწორედ ხაბურძანიას მოადგილეები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში ძალოვან მინისტრებს მაშინ ჯერ კიდევ ოფიციალური მოსკოვი ნიშნავდა. ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტიც ადასტურებს.
ყველაფერს თავის ფასი ჰქონდა, თავდაპირველად ორი სერიოზული კონფლიქტი იყო. პირველი, როდესაც მოხსენით უშიშროების მინისტრი, რომელიც ოფიციალურად იყო მათთან დაახლოებული პირი. მან პირველივე შეხვედრაზე მითხრა, ეს ჩვენი ადამიანია, მოუფრთხილდით მას, ჩვენი ადამიანია. შესრულდა თუ არა სანიკიძის თხოვნა უცნობია. თუმცა შუშანაშვილისა და სხვა კრიმინალების 3 ოქტომბრის გეგმა რომ ჩაშლილი ამას ქართული გამოძიება ადასტურებს. უკვე დაკავებულია რუსეთ-საქართველოს ქურდული სამყაროს ლიდერის ლაშა შუშანაშვილის მარჯვენა ხელი. დავით ხიზანიშვილი ქვეყნიდან გადახვეწილმა კრიმინალებმა ქურდად სკაიპის საშუალებით აკურთხეს. რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს, დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები აკეთებდნენ კომენტარებს მომხდართან და გამოქვეყნებულ აუდიო მასალებთან დაკავშირებით. ქართული ოცნების პოზიცია არის ცალსახა, ისინი უცხადებენ უმდობლობას ამ აუდიო მასალებს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ და ოპოზიციურ პარტიებს, მათი თქმით, ქართულ პოლიტიკაში კრიმინალის და კანონიერი ქურდების გამოჩენა საშიშია. აქაიდასთან დაკავშირებით? არა, კახიკალაძის და გუბას სანიკიძის. აი, გვაზრობა ფალსიფიკაცია, სისულელე, აგონია, ხელისუფლებას აღარ უშველის ეს ამბები ჯობია მოემზადონ ოპოზიციონერობისთვის. არ არის ეგ ცუდი საქმე მათთვის. ეს გაავრცელეს იმ ადამიანებმა, ვინც საქართველოში უკვე რამოდენიმე წელია მოდელირებული ცხოვრების ჩვენებით არის დაკავებული. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, ჩემო ძვირფასო, სადაც ომი დაგვიდგეს. მოდელირებული ქრონიკა გახსოვთ ალბათ, ომი დაგვიდგეს. ეს არის 10 წლის 12 წლის წინანდელი ჩანაწერი ალბათ, არა? ანუ 10 წლის წინ ითხოვდა გუბას სანიკიძე ამას? ეს არის ფალსიფიცირებული ჩანაწერი, ჩამოკარგო, შეთხსული, დამონტაჟებული. ეს ჩვეულებრივი ტელეპიარია, ეს არის დიდი სისულელე. ქურდიც ჩვენი მოქალაქეა, პროფესორიც და მწერალიც, პოლიტიკოსი შეიძლება ყველას ხვდებოდეს და ესაუბრებოდეს. ეგ არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ტელესისულელე სააკაშვილის იმ ცნობილი მექსიკური სერიალიდან 905 სერია, ჩემზეც იყო მაგისთანაც სერიალი. ეს უკვე ძალიან სახიფათო თამაშია, იმიტომ რომ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც პოლიტიკის კრიმინალიზაცია ხდება, ეგ პოლიტიკოსებს ადგილი არ რჩება და ეს არაერთხელ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. პოლიტიკისა და ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტების კავშირის შესახებ დღეს საუბრობდნენ ქართველი ექსპერტებიც. მათი თქმით, ეს არის მცდელობა დაბრუნდეს წარსული და ქურდების გავლენა საქართველოში და სწორედ ამ მცდელობისთვის იყენებს ამ შემთხვევაში რუსეთში გადახვეწილი და სხვადასხვა ქვეყნებში გადახვეწილი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები ქართულ პოლიტიკოსებს. არ არსებობდა უწყება, სადაც მათ არ ქონოდათ თავისი პერსონები გადმული. ის რომ მათ შემოსავალი დაეკარგათ, ის რომ აქ მათ არ ჩამოესვლებათ, ეს არის სრულიად მიუღებელი მათთვის. ისინი ყველა ძალას ხმარობენ და იხმარენ და განსაკუთრებით გააქტიურება მოხდება და ეს არის პიკი არჩევნების დღე, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ შეუქმნის თუ რაღაც იდეალურ სასათბურებო პირობებს არა, მაინც არსებობის საშუალებას, რომ აქ რაღაცნაირად თავისი ბიზნესი, მე ვიტყოდი ეს ბიზნესია მაინც დააზრან და აღორძინონ თავიდან. ყველაზე მთავარი და საშიში ესე თქვა ტენდენცია არის ის, რომ არის ცდილობა, რომ კრიმინალური სამყარო ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე. ჩვენ ეს უკვე პრინციპში ერთხელ გამოვიარეთ და ამან ფაქტიურად ძალიან დიდი ტრაგედია მოუტანა როგორც ქართულ სახელმწიფოს, ასევე თვითონ იმ პირებს, ვინც შემოიყვანეს ეს კრიმინალური სამყარო ვთქვათ პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ ჩემი აზრით ალბათ ყველა ვთქვათ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რამდენად ღირს ვთქვათ მეტნაკლები წარმატების თუ წარუმატებლობის მიღება პოლიტიკურ პაექრობაში, არჩევნებში და აი ამაში ვთქვათ აი ამ სამყაროს გამოყენება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ამ სამყაროსთან თანამშრომლობის ბრალდებით.